გადავდივართ ფისუნია კატაზე, სხვათა შორის ფისუნია კატა არის ტრეკი, რომელსაც აქ ალბათ ჩემს სიმღერებში ყველაზე მეტი დისლაიკი. აი, რამდენი რეპერიც არის საქართველოში, იმათ რომ გადაუნაწილო ეს დისლაიკები ყველას ეყოფა. ანუ ნორმალურად რომ გადაუნაწილო რა, თითო რეპერს ხო აქვს მაგალითად 30-60 დისლაიკი ხო აქვს. ეს რომ გავყოთ ალბათ ყველას ეყოფა. აქედან გამომდინარე, წავიდა ფრანსის მე მგონი, ესე უნდა წავიკითხოთ. რო კითხო პატიოსანი რეპერია თავისთვის არის. აუ მართლა ეგრეა. თუ მართლა ეგრეა, დაანებე ამ დისებს თავი და ხვის კრიტიკას. ხო, კარგი დავანებებ თავს ხვის კრიტიკას. ლაშა ფუტკარაძე 3. ანუ ლაშა ფუტკარაძე 1-ით დარეგისტრირდა, დაავიწყდა პაროლი. ლაშა ფუტკარაძე 2-ით დარეგისტრირდა, დაავიწყდა პაროლი და მესამეზე დარეგისტრირდა რა. ამაზე ღლეობა არაფერი მინახავს. რითმი დედას იდღნავს. ხო, აი რითმებს დედას ვუთხნო. კი, ბაზარი არ არის. ჩიფლაზუ. ესეთი კომენტარია. ენემი. არა ვარ მე ენემი ძმა რა დაწერე ეგ. ვერ მივხვდი. თაზოზარქუა. როდესმე გინახავთ მასტერი კეპკის გარეშე. ხო ნახე კლიპში. არ უნახავთ, მაგათ არ უნახავთ, ეს პირველი კლიპი იყო. გიორგი გვარამაძე, ქართველი დრეიკი ხარ, ანუ დიში ყველა პირს გიდღნავს. ვახში, მინა პორნო გამიჩიტა თქო. საღოლ, გიორგი გვარამაძე, საღოლ. სხვა შორის შენ შეიძლება მოგნახოთ და ჩემაც მაგაცი. მე რასი. YouTube გამიტეხეს ძმა, მე არ ვიყავ. ჩემო პატარა უმცროსმა ძმამ დაწერა კომენტარი. გესტ 978 ვახშენ გენაცვალი. 978 გესტ. რა თესლი კლიპები გაქვს? საპატრიარქო გაფინანსებს ირმა ინაშვილის პარტია თუ პუტინი? ახ, ჩემი, ბიჭო, არავინ არ მოფინანსებს არა და სხვათა შორის რატი დოლიძე არის ჩემი ძმაკაცი, რომელსაც აქვს კარგი კამერა, კარგი ხედვა და სხვათა შორის ის მიღებს ხოლმე კლიპებს. რაღაცებში თუ გვეხარჯება ფული რა. საერთოდ ჩემ კლიპებზე რო წერენ ხომ რა, ფული რამდენი შვება, ფული რამდენი ჯერ ერთი ის ფული რასაც მე კლიპზე ვხარჯავ თქვენ რომ მოგცეთ უეჭველი ვიცით ძალიან ცუდ რაღაცებში დახარჯავთ ან ჩინელებში წაყვალთ ან აჭარაბეთზე ითამაშებთ ხო და მეორეც რა გითხრა არ ვხარჯავ ბევრს ანუ ყველაფერი ჩემით ანუ მე რო ვჭდები ვამონტაჟებ კლიპს აქედან გამომდინარე ფული არაფერ შუაში არა მე შემიძლია iPhone-ით გადავიღო კლიპი და შემიძლია ყველაზე ცუდ სტუდიაში შევწერო სიმღერა და მაინც ხარისხი დავდო ესე ფაქტია ვანახე რომ ესე თან გამომდინარე არავინ არ მაფინანსებს მამა მაფინანსებს მადლობა მამას აუ ეხა twins წაიღებენ მამის ფულებით კაი იყოს ეგ ირმა ინაშვილი მაინც არ მაფინანსებს და იგჯო Bitcoin დისონ ერთმანეთი კაცო აიწევა დონე და ბოლო სულ არაფერი პოპულარულები ხდებიან მაგით თვითონ თუ ვერ ხვდებიან რა თუნდა ამას დაგჭრი მიგჭრი მოგჭრი და ქუჩური გარჩევა ტრეკითვე გაეცით პასუხი ჯობდა ტრეკითვე გაეცა პასუხი ჯობდა ენემისთვის ჩაულებრივი მსმენელი ვარ და საერთოდ არ ვიცოდი რამე თემა თუ მოყვადის პირიქით ვეძებდი მე პასუხებს და ჩაი პაღონჩი უცებ ატოდის არატორისთვის ვიზე ამბობ ჩემზე არა ხო აშკარად თორე კარგად ვადევნებ თვალს მიხვდები ანუ გისტორდება რომ ერთმანეთს დიზაინერ ტიპები შეიძლება ისიც ხო არ გისტორდება აი ქუჩაში რომ ვიღაცამ შეგაგინოს და მე უთხრა რომ ერთი წუთი შენ დამელოდე მან სტუდიაში ევალ სიმღერა უნდა ჩაგიწეროთ ისი და გამოგი მეილი მომწერე ოღონდ ეგ ხო არ გისტორდება მე არ მისწორდა აროდ თუ ტარნოლიტი მეტი ფანტაზია არ მოგაწვა ამ ტექსტს რომ წერდი ბოლომდე ვერ ვუყურე კუჩი ამეშალა შეკრული ხარ კუჩი ჩარტეთ მასტერის ფისუნია გადა და ყველაფერი მოგვარდება აუ ბიჭო ისევ ეს ტიპი გაიჩიტა თო მე მგონი ერთი ტიპია რომელიც ბევრ აკაუნტს აკეთებს ERJDJFJDJ ნახე რა თესლი ფლოუ მაგდო ენემის ეუბნება სააკაშვილს გავხარო და თვითონ და რას გაბუნიას რო გავს არაფერია აუ რა დროს ხარ გადარჩენილი რომ RJDJFJDJ-ს ვერ ამოგაგდებ ვერსად თორე მე განახებდი ვინ არის ბარა ჩენელ ესე ქვია PvP-ზე მაგარი და ამ ვესტროუსმენ მართლებიც ყოფილა შორის ახლა PvP-ს ორგანიზატორები მისხედან და შორტს ნოაგდებ ჩვენში რა ძლიერს რაღაცა დავარეგულირებთ ერთ-ერთი ვინ რას შვებიან მაგ PvP-ზე ჩამერთებთ კაი გადავდივართ შემდეგ კლიპზე ეს არის ანუ სისინი თქვენი მე არაფერს მაკლებს ეს არის ტრეკი რომელშიც მთლიანად ამერიკული სტილი გავაკეთე სხვა შორის ძალიან დიდი ხანი მინდოდა გავაკეთებინა ეს drill მიმდინარეობა ეს ამერიკული ჟღერადობა მაგრამ პირდაპირ გითხრა ვერ ვრისკავდი ხოლმე იმიტომ რომ მეთქი აი როგორ გაიგებენ ჩემგან ამას მაგრამ მე მგონი კი მოეწონა ძალიან აი გამოხმაურება ნახოთ ხალხი რას ფიქრობს გიოლევ ის წეღანი იყო რომ ანუ ცოლქმარი იყვნენ ერთი ის ქონდათ გაკეთებული და ხო ბიჭები არიან ერთი YouTube-ი აქვს გაკეთებული გიორგი და ლევანი ხო არ ვიცი შეეშვირებს დედას გაფიცებ გთხო ვაი მე მართლა შევეშვები როგორ გთხო დედას გაფიცებ და გთხო კაი შევეშვები ზეგ გეფიცები მართლა გიორგი და გიორგი ლევწერს ანუ მეორე კომენტარი დედას გაფიცებ გთხო და ხო ნახა რომ არ შევეშვირებს და შემოვიდა არ შეეშვარებს ბიჭო მოდი კიდე დაუწერ
რა KG რა არის ვინ არის KG ან ვინა შენი მოწინააღმდეგე თუ თავად ქნი ეგეთი მის გაიკეთე გთხოვ შეშვი გთხოვ ვიცი თან მაგინებს და თან გთხოვს ხოლმე ხარ ეს რო დავიბარო და ხო იცი ამას როგორ უნდა გავურჩიოთ ema რო რა ბიჭო რა კომენტარებს წერ შენ ხო არ გინდა ვაფშე ყურით გათრიო აკე რა კომენტა აღარ დამიწერო რა გთხოვ რა ეგეთი კომენტარები რა გთხოვ რა ძმობას გაფიცებტო ხო აღარ დამიწერო ეგეთი კომენტარი რა იყო თო ხო არ გინდა ყურით გათრიო მაგრამ გთხოვ აღარ დამიწერო ეგეთი ჩამოყალიბდი ანუ მეჭყუბები მაგინები მირჩევ საქმეს თუ მთხოვ კაი თუ მთხოვ შევეშვები ზეგ აღარ გავკე დაჩეკს გელენიძე რა სისინებს მოხსნა უნდა რა სისინებს მოხსნა უნდა ვერ გავიგე მართლა ვერ გავიგე ვერც ვერ გეტყვი ვინც გაიგო დააკომენტარეთ აქ მე შემოვა და წავიკითხო კომენტარებს რას ნიშნავდა ეს რა სისინებს მოხსნა უნდა ეს გაშიფრეთ ბიჭებო ზურაურა 1 ვინმე რამე გაწყენინა ძმაო ასე გულნატკენი რაზე ხარ ან ვიზზე ხარ აი ჩვენი ძმა არის ბრატია ბაზარი არ არის ვიზზე ვარ გულნატკენი არავისზე გაბრაზებული ვარ გიოლევ წერს მესამე კომენტარს რა მაგარია ანუ ნახარო არ შევეშვი რეებს იმენა მთხოვა და ეხა მესამე კომენტარი გაჭედა ტიპმა რომ არ შეეშვა ეს რეებს ვერ გავიგე საახალწლო კონცერტებზე გამოიყვანენ ზატო ტიპი მაგარ ვეშებს აკეთებს აღარ გეხვეწები შეეშვა აუ საღო ძმა აღარ გეხვეწები შეეშვა რამე ხელობა ისწავლე ამ კლიპს ფულები გაჭირვე ამ კლიპის ბიჭო თვითონ წერენ ესე არის ფიქრობ რომ ვერ ვკითხულობ ამ კლიპს ფულები გაჭირვებულებს დაახმრე ეხლა რომ გავიდე გაჭირვებულებთან რომ მივიდე და ციტუში ხვალ კლიპი უნდა გადამეღ თქვენ ეს გაუმართეთ კლიპის ფულია და რო იცით ბიჭო აღარ მეხვეწები რომ შევეშვარებს რა კაი აღარ შევეშვები ხელობას რა ბიჭო ხელობა ისწავლეო რომ მეუნებ ეხლა გეტყვი მუსიკას მე თვითონ წერ ანუ არანჟირებასაც მევაკეთებ მასაც მევწერ მასტერინგი ბალანსი რამდენი ხელობა მონტაჟსაც მევაკეთებ ფერთა კორექციას ნუ ტექსტს წერ მაგრამ არ მოგწონს ის ტექსტი როგორ წერდა მეტი რაღა ხელობა შემიძლია დაგიმონტაჟო ქორწილიან დაბადების დღე და მეტი რა გინდა ძმა არ ვიცი რობერტ სიმონია ჰომოფობი რეპერი ბნელი შუქები გამოთიშა ეს მე დავამატე და როგორც ჩანს ამის გარდა სხვა ბევრი ფობია აწუხებს ფსიქიატრიული და ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აქვს და შესაბამისი დახმარება ესაჭიროება ამ საწყალს დაეხმარეთ გაიხსნა ახალი ფონდი მასტერის დასახმარებელი ფონდი დაეხმარეთ მასტერს ჩაგვირიცხებს თითო ლარი გადავარჩინოთ უნიჭიერესი ახალგაზრდა It's KA Productions HD All Music's here. Wow, KA Productions რაღაცა ჩორტი არ ჩააგდო ჩემ ბრატთან. მოიცაბა წავიკითხო. Master, ან აღარ იმგელო, ან ნუ გვაძულებ რეპით თავს. ავირჩიო ანუ ან აღარ ვიმღერო, ან ისე ვიმღერო რომ თავი არ შეგაწვო. კაი, დავფიქრდები, ეცდები რომ აღარ შეგაწულო თავი. HHSS. Fast flow, კაი რა. გაინაზე, ბიტზე. შენი საქმე ეგა. გაინაზე ბიტზე როგორ იყო? ბიტს რო ჩამერთავენ პროდიუსერია. პროფენი რო გააკეთა ეს ბიტი და რო წერ ტრეკს და აი როგორ იყო ეცე. იმას ხო ბაზრობ მოიც არასფას რო სისინი შენი მე არაფერს მაკლებს და ესე რო იმას რა. სისინი შენი მე არაფერს მაკლებს. ესე გინდა რომ გავინაზო, უფრო გაგისტორდება? შენ რაღაცა გადახრები ხო არ გაქვს ბიჭო? რატი ბრატი მწერს. ოპა, ყოა მართალი ყოფილა, ასეთ ჰეიტერებს მართლაც ზუკნები უნდა დაუძახო. შეუბერე მასტერი. სვა, დაგასვა თუ არა. ჩემი ფეიქ აკაუნტით დაწერილი კომენტარი მოხდა თუ არა შოუში? მოხდა? 60 არაფერი. კაი, მართალი ხარ რატი? არა, პრინციპში არა მოიცა ეხა გეტყვი. მე ისეთი ჰეიტერები არ მყოლია ნაგდოთ რომ ზუკნები დაუძახო. აქედან გამომდინარე, რავი, ჯერ ეგაუფრაზდი მეთქი, დაძაბული მოდიოდი შოუში რომ მეთქი რაღაცა გინებები იქნება და არ ყოფილა ეგეთი. მიგელ ანხელ უნამუსო 2. ვა, შემდეგ სერიაში იხილავთ. მიგელ ანხელ სანჩესი, ხოსე ლუის ჩამიდე. რაიცო. ეს რაკენი მასტერ? შენ ლეგენდა ხარ მასტერ, ეს არ უნდა. ეს რაკენი მასტერ? შენ ლეგენდა ხარ მასტერ. შენ ბებია ჩემს უყვახა მასტერ. შენ ეპეი ხარ მასტერ. ბოზის ყვავდა მასტერ. გენაცალე, მაგრამ ეს რაკენი რონალდო. შენ პერეს უყვახა, შენ ყველას უყვახა. მეც მიყვარხართ ძალიან, ჩემო კარგებო. დიდი მადლობა, რომ გიყურებდით. ეს იყო პროექტი ჰეიტერი, მე ვიყავი რეპერი მასტერი. დიდი მადლობა Flow Magazine-ს, რომ ესე ზრუნავს ჟანრის განვითარებაზე და დიდი მადლობა თქვენ, რომ წერთ ამდენს, რომ მუშაობთ. რა ვიცი, ჩემთან ერთად ხარ, ჩემს სმენელს მინდა გადავცე დიდი სიყვარული და ყველაფერი იქნება მაგრად. Peace.